მშვიდობის მოგესალმებით კიდევ ერთხელ კომერსანტის დილა ეთერში ჩვენი პარასკევი დღის ტრადიციული რუბრიკა და შოთა ბურჯანაძე გვერდდება ეთერში დღეს სეზონის შემაჯამებელი გადაცემა გვაქვს და სწორედ შევეცდებით რომ ერთად შევაჯამოთ განვლილი პერიოდი როგორი იყო 2025 წლის პირველი ნახევარი ტურიზმისთვის ახლა ალბათ ყველაზე აქტიური პერიოდია და რა მოლოდინები გვაქვს ამაზეც გავამახვილებთ ყურადღებას პირველ რიგში მოგესალმებით შოთა მოგესალმებით დილა მშვიდობისა მივესალმებით ჩვენს ხარიანელს მიხარია რომ ერთობით თქვენთან ერთად ვარ და ბედნიერ უკმებს გისურვებთ დღეს 1 აგვისტო არის საფხულის ბოლო თვის პირველი დღე არის და შესაბამისად შეიძლება ითქვას რომ ეხლა შედის საფხულის სეზონი კიდევ იმ განწყობებისთვის რომელიც საქართველოში არის დადებითი განწყობებისთვის კიდევ დღეს შედის დასკვნით ფაზაში და ვფიქრობ რომ აგვისტოს თვე რა მოლოდინები ჰქონდა გაამართლებს მოლოდინებს საქართველოში ტურიზმის სფეროში ბატონო, უფრო ვრცლადაც რომ ვისაუბროთ, ახლა თქვენ იმყოფებით ძალიან და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულება რაც არის ტურიზმისთვის ევროპაში და მთლიანობაში ევროპა გამოიკვეთა როგორც ყველაზე მიმზიდველი გლობალური ტურიზმისთვისაც, თუმცა აი ამ გადმოსახედიდანაც საქართველოს შესახებ რა სიტყვით ჩვენს პოტენციალზე და მთლიანობაში მოდით აი წლის დასაწყისი სტარტი როგორი გქონდა და ახლა სად ვართ ამაზეც გავამახვილოთ ყურადღება დიახ მოგესალმებით იტალიიდან ეხლა ვიმყოფები ამალფიზე პოზიტანოს იცნობს ალბათ ჩვენი მსმენელი უფრო უკეთესად და შედარებას თუ გავაკეთებთ ჯერჯერობით საქართველოს ძალიან შორსა ვართ მაგრამ პოტენციალი ვფიქრობ რომ ძალიან დიდი არის ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმი რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო არის გარკვეულწილად ისევ და ისევ ახალგაზრდა და შესაბამისად ამას ძალიან დიდი ხელშეწყობა ჭირდება მიზიდულობა ქვეყნის მიმართ მიუხედავად ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობისა ძალიან დიდი არის ძალიან აუთენტური საინტერესო ქვეყანა ვართ არა მარტო ვთქვათ იმ შესანიშნაობები და ისტორიული გვაქვს არამედ ასევე მნიშვნელოვანი გასტრონომიული კულტურა. ამას ჭირდება დახვეწა, ამას ჭირდება ხელშეწყობა და შესაბამისად ის ნაბიჯები, რომელიც ავად თუ კარგად დღემდე იყო გადადგმული, გარკვეულწილად მცირე ტემპით, მაგრამ მოქმედებდა და რა თქმა უნდა თუ შემდეგი ნაბიჯები იქნება უკეთესი და ამას გულისხმობ უკეთეს ნაბიჯებს რომ ვიზა ლიბერალიზაციას არანაირი პრობლემა არ შეექმნება დამერწმუნეთ რომ ქვეყანა ბევრად უკეთეს ვითარებაში იქნება და ის სამყარო რომელიც თქვენ ბრძანეთ ევროპა რომელიც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი არის და ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტი ერთ-ერთი საუკეთესო ტურიზმში საუკეთესო მიმართულებად ითვლება ამას ჭირდება უცებად ხელშეწყობა რას ნიშნავს ხელშეწყობა ის რაც დღემდე არის გაკეთებული პირდაპირ ფრენები ქუთაისი ბათუმის თბილისის მიმართულებებით ამას ჭირდება უფრო მეტად გამრავლება და ტურიზმის ასე განვითარება ინფრასტრუქტურის რა თქმა უნდა დღეს რაც გვაქვს საქართველოში ეს არ არის საკმარისი და ამასაც ჭირდება განვითარება და ესე ნაბიჯი შესაძლებელი არის ჩვენ სურვილი რაც გვაქვს რომ ჩამოსულმა სტუმარმა კომფორტულად იბრძნოს თავის და მლელისთვისაც ჩამოდის ეს გასტრონომიული ეს იქნება ღირსშესანიშნაობის ნახვა იქნება თუ და ხშირად აგვაქვს ჩვენ ამაზე საუბარი რომ მრავალფეროვანი არის საქართველოში ტურიზმი ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ დასვენება მრავალფეროვანია და მიმართულებები ძალიან ბევრი გვაქვს რაც კი არსებობს შეიძლება ითქვას სოფლიოში გარკვეული მიმართულებები ყველა მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია ტურისტი მოვიზიდოს ზუსტად აი ეს სეგმენტების მიხედვით შესაძლებელი არის ინფრასტრუქტურის განვითარება არა მასობრივ ტურიზმზე გათვლით არამედ რაღაც გარკვეულწილად ჩვენ ნიშა ვიპოვოთ იგივე აი თქვათ გასტრონომიულ მიმართულებაში თუ სხვა აქ ხედავთ უფრო მეტად ჩვენს პოტენციალს
ერთი მეორეს ხელს არ უშლის, შესაძლებელია მასობრივი ტურიზმიც იყოს, რა თქმა უნდა, ამას ხელი არ უნდა შეუძლოს, მაგრამ გარკვეული მიმართულებებითაც აუცილებელია და მნიშვნელოვანი არის, რომ ფოკუსირება მოხდეს. ეს გასტროტურიზმი იქნება, ეკოტურიზმი იქნება, ეს სხვადასხვა თემებში შევხვები ვართ ჩვენ ბიზნესმენების შეხვედრა იქნება თუ ასე შემდეგ ამას მნიშვნელობა არ აქვს ეს აუცილებლად უნდა მოხდეს და გარკვეულწილად სეგმენტურად მიმართულებებზე უნდა გქონდეს ორიენტირი რა თქმა უნდა მასობრივი ტურიზმს არავითარ შემთხვევაში ხელშემშლელი პირობები არ უნდა გქონდეს ეს ავტომატური რეჟიმი არის მაგრამ საინტერესო ქვეყნებისთვის წარმომადგენლებისთვის რომლებსაც განსაკუთრებულად არის გარკვეული მიმართულებები ამას სჭირდება ხელშეწყობა და ძალიან ბევრი არის სხვადასხვა სეგმენტების მომხმარებელი. თქვა პირობითად გასტროტურიზმს, როდესაც ვსაუბრობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც საქართველოში ჩამოვა, მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სხვადასხვა რეგიონებში, სხვადასხვა ჩვენი აუთენტური გასტრო შესაძლებლობების მიწოდება. აი ეს არის ამ კუთხით თქვა მისახები, ის ეკოტურიზმი, რომელთაც ასევე დაინტერესებული არის ხალხი, გარკვეულწილად მათთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ასევე რეგიონებში მარტივად ხელმისაწვდომობა რაც მისთვის საინტერესო არის ეს იქნება თქვა სვანეთის რეგიონი ეს იქნება თქვა გურია აჭარა თუშეთი თუ ასე შემდეგ ამაზე კი ბატონო და თქვენ აღნიშნეთ რომ ახლა ყველაზე აქტიური პერიოდია ტურიზმისთვის პიკი შეიძლება ითქვას როდესაც როგორც შიდა ტურიზმი ისე თქვა შემომსვლელი ტურისტებიც ძალიან აქტიურობენ და რა სიტყვით აი რთული წლის დასაწყისი საკმაოდ მძიმე იყო პოლიტიკურიდან გამომდინარე და ასე შემდეგ წლის ბოლომდე რა პროგნოზი შეიძლება გაკეთდეს საბოლოო ჯამში გვექნება თუ არა ზრდის მაჩვენებლები ამ სექტორში დარწმუნებული ვარ რომ ის მაჩვენებელი იქნება დასაწყისი ნამდვილად რთული იყო და პერსპექტივაში ჩვენ ხშირად ვამბობთ რომ ეხლა ამ ვითარებაში გარკვეული წინასწარმეტყველება რთული იქნება თქო მაგრამ შეიძლება ითქვას რომ დადებითად განვითარდა დღევანდელი სიტუაცია და მოლოდინები რაც ტურიზმში უნდა ყოფილიყო და ჩვენი სფეროში არსებული მომშვედი მუშავი ადამიანებისთვის და ქვეყნისთვის შეიძლება ითქვას რომ ძალიან კარგი მიმართულება განვითარდა და ასევე პერსპექტივაში ვფიქრობ რომ სექტემბრის თვე ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ტურისტული ნაკადები არ შემცირდება ანუ მარტო შეიძლება იყოს მაგრამ არ შემცირდება და მნიშვნელოვანი არის ის პოლიტიკური მომავალთები რაც აქვს ეს ხელისშემშლელი არ გახდეს ქვეყნისთვის და ისე გადავიაროთ ეს რომ გარკვეულწილად ეს ისე მოსახლეობას არ დაწვეს. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა და მან უნდა იზრუნოს ამ მიმართულებაზე რომ გარკვეული პოლიტიკური აშლილობები არ იყოს და შესაბამისად თუ ჩვენ ქვეყანას იმ კურსს აზედაც აქამდე ვიყავით სწორად განავითარებს და არ იქნება რაღაც ასე ვთქვათ ბილად რომ ვთქვათ არასწორი მიმართულებები ვფიქრობ რომ განვითარება საქართველოს წარმოუდგენელი რო არ ხონდეს კი ბატონო და ასევე მოდით სეზონის შეჯამებისას ვთქვათ ნეგატივზე ნაკლები გვინდა აქცენტი მაგრამ მაინც იმ გამოწვევებზეც ვისაუბროთ რაც დღეს დგას ტურისტულ სექტორში მოდით თუ გნებავთ სარესტორნო ბიზნესზეც ავიღოთ ეს კვლავინდებურად კადრებია მთავარი საკითხი თუ აი რა არის ტოპ გამოწვევები ამ დროისთვის ჰორეკა სექტორისთვის მაგალითად სალომე სეზონის შეჯამებას ეხება ასე ვთქვათ ის კითხვა რომელიც თქვენ დასვით და შეიძლება ითქვას რომ ჩვენ კადრების თემა შეიძლება მუდმივ რეჟიმში გვექნება პრობლემა ეს თამდევრი გამომწვევად დავარქვათ მოდი პრობლემას ნუ დავარქვათ იქიდან გამომდინარე რომ როდესაც სფერო ვითარდება როდესაც სფერო ფართოვდება რა თქმა უნდა კადრების გამოწვევა ყოველთვის იქნება მაგრამ მე უფრო დიდ გამოწვევას ვუყურებ, დიდ პრობლემას ვუყურებ ჩვენ სფეროში, კონკრეტულ შემთხვევაში სარესტორნო სფეროში, როგორც ხშირად მითქვამს, გადატეხის პერიოდში ვართ ახლა ჩვენ და ის სერვისი, ის მიწოდების კონსტიტუცია, რომელიც რესტორნებს, სარესტორნო სფეროს უნდა გქონდეს, გარკვეულწილად გადასალაგებელი არის დღევანდელ ვითარებაში. ის რაც ჩვენ აქამდე
წლამდე ჰქონდა სარესტორნო სფეროს გულისხმობ და სერვის გულისხმობ, სრულიად სხვაგვარად უნდა მივაწოდოთ დღეს ჩამოსულ ტურისტებს. ეს არის 21 საუკუნის გამოწვევები, ის ტექნოლოგიები, რომელიც თანდები არის გარკვეულწილად დღეს დღევანდელ ვითარებასთან აუცილებელი არის, რომ ჩანაცვლებული იქნება და მოუწოდებს სარესტორნო სფეროში მომუშავე ადამიანებს პრობლემებს, რომ გარკვეულწილად დღეს ეს ნაბიჯები გადაიდას, რომ გვიან არ იყოს, შეიძლება ვინმე ტექნოლოგია და კულინარია ერთმანეთთან რა დამოკიდებულება ტემპი იმდენად მზარდი არის და იმდენად მნიშვნელოვანი არის, როდესაც მასობრივად იქნება რაოდენობრივი განვითარება, ამ შემთხვევაში აუცილებელი არის გარკვეულწილად ახალი მიმართულებების დანერგვა, რაც უკვე აპრობირებული არის ბევრ ქვეყანაში. კი ბატონო, დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ ბედნიერ ზაფხულს და დასვენების დღეებს. ამ სეზონზე უნდა დაგემშვიდობოთ და მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად იყავით ყოველ პარასკევს და ვსაუბრობდით ტურიზმზე. დიდი მადლობა თქვენ. კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენ მსმენელს. ბედნიერ ზაფხულს უსურვებთ, თქვენც ასე გისურვებთ ბედნიერ დასვენებას და ვფიქრობ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ასევე მადლობა თქვენ. შოთა ბურჯანაძე იყო ჩვენთან ერთად, რომელსაც ამ სეზონზე ვემშვიდობებით, დღეს სეზონის შემაჯამებელი გადაცემა გვაქვს.